მოგესალმებით კიდევ ერთხელ ბედნიერების ფონდი აგრძელებს ბედნიერების კვირეულს და დღეს ჩვენი სპიკერია ეთერ ფილიპოვიჩი, ფსიქოთერაპევტი, მედიცინის დოქტორი, სერტიფიცირებული ართ-თერაპევტი, ართ-თერაპიის სასწავლო კურსების წამყვანი, ართ-კოუჩი, NLP პრაქტიკოსი, ქართული მეტაფორული ბარათების კრებულების ავტორი. აი წინა ვებინარებზეც გავაჟღერეთ და დღესაც გავიმეორებ, რომ გაეროს მდგრადი განვითარების ქსელის მიერ 2025 წლის თემად შერჩეულ იქნა ზრუნვა და გაზიარება. და თუ შარშან კვირეულის ფარგლებში შემოსულია, ასე ვთქვათ, დონაციებით ბავშვთა ჰოსპისს დავეხმარეთ, დღეს ვეხმარებით ბედნიერების ფონდის ბენეფიციარებს და ამავე დროს ზრუნავთ იმისათვის, რომ არა მხოლოდ დავეხმაროთ ფონდის ბენეფიციარებს, არამედ ვზრუნავთ იმისთვისაც, რომ გავცეთ სასარგებლო ცოდნა და სასიამოვნო განცდები ადამიანებისთვის. ქალბატონი ეთერი დღეს ისაუბრებს თემაზე ბედნიერების ძიებაში. საინტერესო თემაა და მეთანხმებით. არ მახსოვს ვისი ნათქვამია, მაგრამ აი ჩამრჩა გონებაში და ძალიან მინდა რომ გავაჟღერო, რომ ბედნიერება ეს არის სამოსი, რომელიც ყველას უხდება და ალბათ როგორც სამოსი არის სხვადასხვა ზომის, ფერის, ფორმის, გარემოების ასაკი, შეიძლება ბედნიერებაც ყველასთვის სხვადასხვა იყოს და განსხვავებულად და გამორჩეულად, ასე ვთქვათ, გამორჩეული. ბედნიერება ერთადერთია, რისკედან ყველა ადამიანი მიისწრაფვის, რომ კონდეს, განიცდიდეს, გრძნობდეს, ხედავდეს, ეხებოდეს, ტკბებოდეს და სინამდვილეში რას ნიშნავს ნამდვილი ბედნიერება და როგორ ვიპოვოთ ის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამას დღეს გავიგებ და განსაკუთრებით მიხარია, რომ დღესაც ჩვენთან არის სპიკერი, რომელიც გაგვიზიარებს თავის ღრმა ცოდნასა და გამოცდილებას ბედნიერებაზე და მისი ხედვა და პრაქტიკული რჩევები დაგვეხმარება ბედნიერების, ასე ვთქვათ, მიგნებაში და თან ამისთვის შეგვახედებს მეტაფორული ბარათების სამყაროში. ქალბატონო ეთერ, მადლობა კიდევ ერთხელ თქვენი წარმოუდგენელი ადამიანობისთვის, მზაობისთვის, იყოთ ფონდის გვერდით, იყოთ ბედნიერების კვირეულის მონაწილე, მადლობა გამორჩეული სიკეთის მოყვარეობისთვის და უდიდესი სიამოვნებით გისმენთ, ბევრს არ დავაყოვნებ მონაწილეებს. მადლობა ქალბატონი ივეტა, მადლობა ბატონო გოჩა მოწვევისთვის, ინტერესისთვის. ორბასი მადლობა, ჩემთვის პატივია, ძალიან გულსფელი ვარ. პატივია, როგორც წეგან გითხარით, ჩვენ ქონა გასაუბრება წინასწარი. დღევანდელ რთულ დროში, ძალიან რთულ დროში, ყველა სფეროში დიდი იղბალია, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ნახულობენ დროს და შესაძლებლობას არ იშურებენ ძალისხმევას, რომ აი მსგავსი ფონდები შექმნან და ადამიანებს ესაუბრონ ძალიან მნიშვნელოვან ფასეულობებზე. დიდი მადლობა ამისთვის. პატივია ჩემთვის, მადლობა ქალბატონი ივეტა, ბატონო გოჩა. უღმესი მადლობა. მე ქალბატონი ივეტამ წარმადგინა, ამიტომ ჩემს თავზე ბევრს აღარ ვილაპარაკებ. მე ეთერ ფილიპოვიჩი მქვია. ვარ აფხაზეთიდან, დევნილი ვარ. ამიტომ სამყაროზე სხვანაირი ხედვა მაქვს, როგორც ხვდებით. ბევრი რამ მომისმენია, ბევრი რამ მინახავს, თუმცა იმდენი არა, რომ კიდევ კარგი. გამოწვევები, სირთულეები ხანდახან გადაგვტეხენ ხოლმე, ხანდახან კი გვეხმარებიან პირიქით გავაგრძელოთ მოძრაობა წინ. ქალბატონი ივეტამ წეგან გავაჟღერა, რომ მე მოგიყვებით რა არის ბედნიერება. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ბედნიერებაზე, მაგრამ ყველაზე ნაკლებად ვისაუბრებ იმაზე, თუ რა არის ბედნიერება. იმიტომ რომ ყველას თავისი წარმოდგენა აქვს ბედნიერებაზე და მე შორსა ვარ იდეისგან, რომ მქონდეს ილუზია, რომ მე ვიცი ერთადერთი ჭეშმარიტება რა არის ბედნიერება. რადგან ჩემი საყვარელი მაგალითია, კახელი მიხოს ბედნიერება და რომელიმე უოლსტრიტის მგლის ბედნიერება სხვანაირად გამოიყურება, თუმცა ერთხელაც არ ნიშნავს, რომ აი იმ ადამიანის ბედნიერება რამეთი ჯობს კახელი მიხოს ბედნიერებას. ყველას თავისი ბედნიერებით გავამორჩოს და მე ახლა გავხსნი სლაიდებს თქვენის ნებართვით. რა იქნება დღეს? ჩვენ ვისაუბრეთ ბედნიერების რაობაზე. ჩემი მიზანია დღეს დაგაფიქროთ იმაზე, რა არის თქვენთვის ბედნიერება. რა აზრიდებს თქვენთვის ბედნიერებაში, რადგან
მე ვიქნები თქვენ ადამიანი იქნება ბედნიერი მხოლოდ მაშინ, რომელიც თუ ის გადის თავისი ბედნიერების გზას. არა ისეც, რომელიც აქვს მას. აი დღევანდელი შეხვედრის მთავარი გზავნილი ჩემგან იქნება დაგაფიქროთ, გაგაზრებინოთ, შემოგეხმაროთ, შეგახედოთ, მოგასმენინოთ უფრო მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ დროს თქვენს ბედნიერებაზე. რა არის თქვენთვის ბედნიერება, როგორ გამოიყურება და როგორ ვიყო იქ, სადაც მე მსურს. მეორე ნაწილში მე თქვენ შემოგთავაზებთ შემოქმედებით დავალებას. ამჟამად მხოლოდ დაგასპოილერებთ, იქნება ძალიან საინტერესო იმედია თქვენთვის. ჩემთვის ძალიან საინტერესო როგორც ყოველთვის. მაშინ მე გავხსნი სლაიდებს. მე მოგესალმები ყველას, აქ ხედავ გოგონებს, ნაცნობებს, სულცნობებს, ყველას მოგესალმებით, ვიფასებ ძალიან მიხარია თქვენთან ვარ დღეს. ჩვენს შეხვედრას ქვია ბედნიერების ძიებაში იქნება ესეთი არტ-თერაპიული ჩანახატი. ყველას თავის წარმოდგენა აქვს ბედნიერებაზე და დიახ, და ეს არის მშვენიერი. ძალიან კარგია, ყველა ადამიანი განსხვავებულია და როგორც აღარ გითხარით, ყველას თავისი ბედნიერების წარმოდგენით გაუმარჯოს. არ არსებობს ცნება მეტად ჭეშმარიტი ბედნიერება, ნაკლებად ჭეშმარიტი ბედნიერება. თუ ადამიანი თავშნობს ბედნიერად, ეს მისთვის არის სწორი, გულსფელი, ნამდვილი ბედნიერება და არავის საქმე არ არის მივიდეს და შეუსწოროს და უთხრას, რომ შენ არასწორი ბედნიერება გაქვს, ეხლა მომისმინე მე. ესე არა. ბედნიერად ყოფნაში რაღაც გვიხმარება, რაღაც გვიშლის ხელს. იმისათვის რომ გავარკვიო, რა მსურს, რა მიშლის ხელს, რა მჭირდება რომ დავიხმარო, მე უნდა ვიცოდე რა მინდა, როგორ გამოიყურება ჩემი ბედნიერება. საით უნდა ვილტვოდე, თუ ვილტვი, თუ არა მაქვს გადაწყვეტილი, რომ ჩემ ბედის დედავატირე, რაღა ბედნიერება, ჩემს ბედნიერებას არ უწერი არაფერი, ბედნიერება ჩემი თემა არ არის, მოგისმენიათ ალბათ, ხო? ძალიან ქალბატონი მივატივებამ თქვა, რომ ყველა ადამიანი ილტვის ბედნიერებისგან, რა. ალბათ. ყოველ შემთხვევაში თუ ადამიანი არ ილტვის, ეს მისი არჩევანია და ჩვენ ამას პატივს ვცემთ. ეხლა მე დავსვავ შეკითხვას და თუ შეიძლება ან დამიწერეთ ჩატში, ან ჩართეთ მიკროფონი და გააჟღერეთ თქვენი აზრი, ჩვენ გვექნება დიალოგი. როგორ ფიქრობთ, რა არის ბედნიერება? ეს არის დროში განგრძობილი მდგომარეობა თუ მყისიერი განცდა? აი ახლა მე ვარ ბედნიერი. თუ მე ბედნიერი ვარ, როგორ ფიქრობთ? აბა გისმენთ. სიამოვნებით მოგისმენთ. როგორ ფიქრობთ? ან ჩატში დაწერეთ, ან ისაუბრეთ. ნაწილი ჩატში დაწერეთ, ნაწილი ისაუბრეთ. რა არის თქვენთვის ბედნიერება? აბა მოგესალმებით, ქალბატონო, შეიძლება ჩაგერთვებით. მშვენიერი, იამზე? დიახ. გისმენთ დიდი სიამოვნებით. პატივისცემით თქვენს მიმართ. ეს ბედნიერება ჩემი აზრით ძალიან ინდივიდუალური რამ არის. პირველ რიგში ეს არის ჩემთვის ასოცირდება ყოველ შემთხვევაში ჯანმრთელობასთან. ოჯახის წევრების, ასე ვთქვათ, კარგად ყოფნა, კეთილდღეობა, სიყვარული, სიმშვიდე, ირგვლივ, ასე ვთქვათ, მშვიდობა შინ და მშვიდობა გარეთ და ჩვენს გულებში რაც მთავარია. აი ეს არის ბედნიერება. ბედნიერებისთვის რაღაც აღწევდება. ზოგადად ბედნიერება მაინც ვფიქრობ, რომ ძალიან წვენ მანებში არის და ცოტა ისეთ რაღაც მერკანტილურ რაღაცებში არის და ნუ ვეძებთ ხოლმე ბედნიერებას რაღაც ან რა ვიცი ახლა. უდესაც არის კეთილგანწყობა, კეთილდღეობა, მშვიდობა, სიმშვიდე და სიყვარულის, ასე ვთქვათ, თუ სიყვარულით ვფიქრობ, ყველაფერი ასე ვთქვათ რიგზია. ჩემთვის ესეა ყოველ შემთხვევაში. დიდი მადლობა. კი ბატონო, მშვენიერი. იამზე მადლობა. ერთ რამეს გითხავთ. მე მომისმენია ძალიან ისეთი ღირსეული ადამიანისგან, რომ შეუძლებელია ყოველთვის ბედნიერი იყო. ბედნიერება ეს არის რაღაც ესეთი მყისიერი განცდა, რომელიც ან არის, ან არ არის. აი, ეხლა არის, ეხლა არ არის. როგორ ფიქრობთ? შეიძლება რომ აი ეს ადამიანი გაიღვიძოს და მთელი დღე, მთელი წლები იყოს ბედნიერი. როგორ ფიქრობთ? თქვენ როგორ ფიქრობთ? არა, რა თქმა უნდა, არა, ეს მუდმივი არ არის, ეს დრო და დრო ეტაპობრივად ეს არის რაღაცნაირად უფლისგან მონიჭებული რამ, რომელსაც აუცილებლად და უთუოდ ესაჭიროება ეს ჩვენი კეთილგანწყობა და ხელშეწყობა გარკვეულწილად. მუდმივი ბედნიერება არ არსებობს.
მე ფსიქოლოგის გახლავართ არტ თერაპიაშიც საკმაოდ ჩახედული ახლა გავდივარ და ასე რომ ვიცი რომ ეს დროებითია და ხამის ტექნიკებიც გავლილი მაქვს. დიდი მადლობა. ხო, ქალბატონო ეთერ გასაგებია, მადლობა იანზე. ჩატში წერენ ქალბატონო ეთერ მე ეხლავე იამძესთან დავასრულებ ჯერ, ხო? იამზე, მადლობა თქვენი პასუხისთვის. არსებობს მოსაზრება, რომ ბედნიერება შეიძლება იყოს მდგომარეობა და არა მყისიერი განცდა. მე ვიღვიძებ ყოველდღე მე ვარ ბედნიერი, თქვათ, მე შეთავაზე არ ვსაუბრობ. ეგარი იმიტომ მე უბედურია უბრალოდ. ხო, ესეც ადამიანის არჩევანია. რამდენად მე მჯერა, რომ შეიძლება ყოველდღე იყოს ბედნიერი. გააჩნია ბედნიერების მოსწას, გასაგებია, რომ ყოველდღე ფესტივალი და კარნავალი ვერ იქნება, ხო? მადლობა იამზე ვიფასო. მე ჩატს ჩავხედავ. ჩატს ჩავხედავ. ზოგი წერს რომ განცდა, ზოგი წერს რომ მდგომარეობა. კითხულობ, ივეტა, მადლობა. ვერიკო წერს განცდა, მე მგონია რომ ბედნიერება პროცესია, კი ბატონო. შინაგანი მუდმივი მდგომარეობა, კი ბატონო, დროში გაგრძობილი, კი ბატონო. შვილიშვილების გაღებული სახეები, კი ბატონო, დროში გაგრძობილი, ასე ვფიქრობ, კი ბატონო. ბედნიერი ვიქნებ თუ ცოტა ხმას აეწევა. აი მანამ თქვენ ბედნიერი ვიქნებ თუ ცოტა ხმას აეწევა. ხმა კარგად ისმის თქვენ მოწყობილებს აუძიებს. ყოჩა. ემოციური მდგომარეობა განცდა, დროში გაგრძნობილი მდგომარეობა, კი ბატონო. თათა მოგესალმებით ძვირფას, თათა ჩვენი ძველი მსმენელია, მოგესალმებით. ჩემთვის გრძნობითი მდგომარეობა. ყოველ საღამოს ღმერთს მადლობას ვუხდით, მაშინ თავად სამადლობელოა ბედნიერება. კი ჩემთვის გაგრძნობითი მდგომარეობა. ყოველ საღამოს ღმერთს ეს წავიკითხე უკვე. ბედნიერება არის ჩემს პატარ-პატარა მოვლენებისგან შემდგარი ერთობლიობა. უზრუნველყოფილი ცხოვრება პლუს ჯანმრთელობა. არიან ადამიანები, რომლებიც უზრუნველყოფილები არიან, ჯანმრთელებიც არიან, მაგრამ არ არიან ბედნიერები. თქვენ გახსოვთ ცნობილი სერიალი იყო გარიჟრაჟზე სერიალების მე ახლა არაფერს არ უყურებ, მაგრამ თავიდან იზაურას დროინდელი რომ ქართულად როგორ არის დიდრების ტირიან, გახსოვთ? ესე სერიალი იყო. 1000 წელი არ მეხება. შეიძლება იყოს მყისიერი, შეიძლება მუდმივი გააჩნია რისგან, რა განცდისგან არის მიღებული. კი ბატონო, ბედნიერება ჩემთვის წვიმანებშია, მაგრამ თვლი რომ ადამიანის საკუთარ განწყობას თვითონ უქმნის თავს, კი ბატონო. ბედნიერება თავისუფლებაშია, ლიკა მნიშვნელოვანია. სუნთქვა და სამყაროს ნაწილად ყოფნის გააზრება ჩემთვის ბედნიერება. ბედნიერება როცა გაქვს მადლიერების გრძნობა, თავისუფლება და სხვა დარჩენილი ჩამონათვალი. კი ბატონო, კი ბატონო. ხო. გააჩნია ეკატერინა ციხისელი, თქვენი ხელია აწეული. ეკატერინა, გისმენთ აბა? დიახ, მე ვფიქრობ, რომ ბედნიერებას ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ ადამიანებმა და ვესწრაფოდეთ და თუნდაც რაღაც ახლა სულ ყოველთვის კარგი ვერ მოხდება ცხოვრებაში და ცუდში კარგის დანახვა უნდა ვისწავლოთ და ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ რა და დავუშვათ, რომ აი ეს იმიტომ მოხდა, რომ კიდევ უკეთესი მოხდეს ეს ცუდი რაღაცა, არა მაქვს საუბარი რაღაცა ადამიანის გარდაცვალებაზე არ ამი, მაგრამ რაღაც მოვლენები რომ ხდება, რომ არ წარიმართება ისე როგორც ჩვენ გვინდა რაღაც ეს უნდა ვთქვათ, რომ ეს ჩემს სასიკეთოდ მოხდა და ცუდში კარგი უნდა დავინახოთ. კი ბატონო, კი ბატონო, მადლობა. როდესაც ადამიანი ცდილობს გაარკვიოს ბედნიერება არის მყისიერი განცდა თუ რაღაც გაგრძნობილი დროში მდგომარეობა, ალბათ მნიშვნელოვანია ის მოთხოვნა, რასაც ადამიანი უყენებს ბედნიერებას. თუ მისთვის ბედნიერება არის ის, რომ რაღაც განსაკუთრებული მოვლენა მოხდა, წეგან გავაჟღერებ ფესტივალი და კარნავალი და ასე შემდეგ დღესასწაული. თუ ადამიანისთვის მის წარმოსახვაში ბედნიერება უკავშირდება რაღაც დიდ გრანდიოზულ მოვლენას, გასაგებია რომ ეს მხოლოდ განცდა, ესეთი მყისიერი. მეტნაკლებად მყისიერი. მაგრამ თუ ადამიანი იმდენად გასნობიერებულია, რომ მას შესწევს უნარი დაინახოს ბედნიერება და იყოს მადლიერი რაღაც წვიმანებში. მაშინ ის განწირულია, რომ მას ჰქონდეს ბედნიერების მუდმივი განცდა
გარდა იმისა, რა თქმა უნდა, როდესაც წერან გოგონამ გააჟღერა, რაღაც ტრაგიკული მოვლენები ხდება, რა თქმა უნდა, ამ დროს კაცი ადამიანი ბედნიერი იქნება და მინდა ვთქვა, რომ ადამიანური სევდაც შეიძლება იყოს ადამიანური ბედნიერების ნაწილი, იმიტომ რომ შეუძლებელია ყოველთვის რაღაც პოზიტიურ ტალღებზე იცურაოს ადამიანმა. რა მოთხოვნებს უყენებ საკუთარ თავს? როგორ ვხატავ ჩემთვის ბედნიერებას? რამდენად მაქსიმალისტი ვარ? აი ეს განაპირობებს იმას, როგორ ვიქნები მე? ვიქნები მოლოდინში, აი ეხლა რაღაც უზარმაზარი აფეთქება თუ არ მოხდა პოზიტივიზმი, ესე იგი ეს ბედნიერება ვერ ჩავთვლი და ასე შემდეგ. აი ეს ადამიანი ცხოვრობს წლები, ემატება გამოცდილება, ემატება ცხოვრებისეული სიბრძნე, ის სწავლობს დაინახოს საბაბე ბედნიერებისთვის მარტივ პროცესებში, მარტივ რაღაცეებში, მარტივ მოვლენებში. თუნდაც რაღაც დაწერეს შვილიშვილის ღიმილში. ეს ერთხელაც არ ნიშნავს, რომ მე ვაუფასურებ ჩემს წარმოდგენებს და დაბლავწერ თამასას. არანაირად, პირიქით. მე უფრო ვიზდები, იმიტომ რომ უფრო მეტ შესაძლებლობას ვაძლევ ჩემს თავს, ვიყო ბედნიერი და არ ვიყო მოლოდინში, აი ის აპოფეოზი როდის მოხდება, რომ მე ვიქნო რომ ბედნიერია. ხო, მადლიერების თემა მე თუ მკითხავთ. რამდენად ვარ მადლიერი იმისთვის, რაც მაქვს. მარიამ თქვენ ხელს ხედავ, აბა გისმენთ ძვირფასო? მოგესალმებით, გამარჯობა, მე მარიამი ვარ. სასიამოვნოა შეხვედრა ქალბატონო ეთერ ჯგუფის წევრები. მე ვფიქრობ, რომ ერთი მეორეს, ანუ ეს განგრძობილი მდგომარეობა და მყისიერი განცდა, ერთი მეორეს სულაც არ გამორიცხავს. თქვენ ახსენეთ მადლიერება, მე მინდოდა მეთქვა, მაგრამ თქვენ დამასწარით. გააჩნია ადამიანს როგორი შეგრძნება აქვს, ჩვენ ხო ვთქვით, გააჩნია რა ფიქრები გვაქვს, რა განცდები გვაქვს, როგორი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა გვაქვს. მყისიერი ბედნიერებების არსებობს. ცხოვრებაში მომენტში გეწევა და განგრძობილი მდგომარეობა არსებობს. თუნდაც ის, რომ იშვიათად ვიაზრებთ ადამიანები ამას, მაგრამ როდესაც გაიაზრებ, რომ ოჯახში ყველა ჯანმრთელი გყავს. აი, მყისიერი ბედნიერება უცებ გეწევა, იმიტომ რომ მადლიერი ხარ უფლის, განგების თუ ცხოვრების თუ ვისაც რისის ჯერა იმის და განგრძობილი მდგომარეობაც არის ის, რომ თქვათ, რაღაცა კარგი ოჯახი გაქვს და განგრძობილი მდგომარეობა გაქვს ბედნიერების, ხო, შეგრძნება გაქვს ბედნიერების. თუნდაც იმის, რომ სამყაროში ცოცხლობ. ღირსი ხარ, ჩვენი სული ღირსი გახდა იმის, რომ სამყაროს მოევლინა და დედამიწაზე არსებობ, ამის მადლიერი ხარ. ანუ ისევ და ისევ მივდივართ მადლიერებას. მეც ამით თქვა მინდოდა. დიდი მადლობა, რომ მომისმინეთ. მადლობა მარიამ ძვირფასო, მადლობა. აი ახლა მე დაგისვავ თქვენ შეკითხვებს და თქვენ როგორც გადაწყვეტ. მე დავსვავ შეკითხვას. თქვენ პასუხი დაწერეთ ჩატში თუ გნებავთ, კითხვის პასუხი, ან დაწერეთ კითხვის ნომერი, მაგალითად, ეს იყო პირველი, მეორე, მესამე თითოეულ კითხვას ახლავს ნომერი, მიაქცეთ ყურადღება და ჩატში წერთ ან კითხვის ნომერს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ამ კითხვას უპასუხეთ, თქვენ ჩანაწერი გააკეთეთ თქვენ სროლში, ან ნებავთ კითხვის პასუხი დაწერეთ ჩატში. გასაგებია? ინსტრუქცია. დიახ. მაშასე, შემდეგი შეკითხვა. მეორე შეკითხვა. როგორ ფიქრობთ, რა გჭირდებათ იმისთვის, რომ ბედნიერები იყოთ? რა გჭირდებათ იმისთვის, თქვენ, ყველა თავის თავზე საუბრობს, იმისათვის, რომ ბედნიერები იყოთ. თქვენის აზრით. პასუხი ჩაწერეთ თქვენს როლებში და ჩატში დამიწერეთ 2 და მე მივხვდები, რომ თქვენ ეს გაიარეთ, ან ჩატშივე დამიწერეთ პასუხი და მე წავიკითხავ სიამოვნებით. რა გჭირდებათ იმისათვის, თქვენის აზრით, რომ იყოთ ბედნიერები? ბედნიერებას გყავს საიმედო ადამიანები, მეგობრები გყავს ოჯახი, სადაც ყოველთვის გვხვდება სითბო და სიყვარული, კი ვიღაცამ დამიხაზა სლაიდი. ბედნიერებას გყავს მადლიერების გზნობა, კი ბატონო. პოზიტიური ვიყოთ. თავისუფლება მაგლდა და იქ მივიღე და არა უკვე ხვდები ბედნიერი რომ ვარ, ლიკა. ნათი, არაფერი განსაკუთრებული სიმშვიდე ირგვლივ, კი ბატონო. ვაკეთო ყოველდღიურად ის, რაც სიხარულს მანიჭებს და ახლობლები მყავდეს კარგად, კი ბატონო. სულიერი სიმშვიდე. მიღებულია.
იმედიანობა, ადამიანებს საბედნიერებ, სიმშვიდე, სიყვარული, მადლიერება, თავისუფლება, სიმშვიდე, თავისუფლება, სულიერი სიმშვიდე. ჩემი დაახლოებლების ჯანმრთელობა, მშვიდობა და სიყვარული ყველგან. მე მას ყველაფერი ამის ვიზა, ეს მაბედნიერებს. კი ბატონო, სოფი გილოცავთ. იამზე ადამიანური რესურსების მოძიება. გაზიარება, ბედნიერი ვერ იქნები თუ არ გააზიარე, ამის მაგალითია ფილმი. ხო, კი ბატონო. გაზიარება, მშვენიერი, პოზიტიური აზროვნება. კარგია. როცა სიკეთეს აკეთებ ოჯახში, შემთელი ყავს. შემდეგ ჩემი საყვარელი საქმიანობას ვაკეთებ სიყვარული და სილაღე და ჩემთვის ძვირფას ადამიანების ბედნიერება. რადგან როცა ისინი ბედნიერებას გიზიარებენ, შენს ბედნიერებით და სიყვარულით ივსები, კი ბატონო. ხვდებით, რამდენად განსხვავებულები ვარ და მშვენიერია. ძალიან კარგია. ჯანმრთელი ოჯახი, ჟანსაღი, მშვიდი გარემო, მადლიერება, სიყვარული, გაცემა, მიღება, ღირებული ადამიანური ურთიერთობები, კი ბატონო. გავიაზროთ, რომ თვით სიცოცხლეა ბედნიერება და ვიყოთ ჰარმონიაში. ლონდა პეტელავ, ძვირფასოდ საკუთარ თავზე ვსაუბრობთ. არ ვაზოგადებთ. თვით სიცოცხლე არის ბედნიერება, ვიყოთ ჰარმონიაში ჯერ საკუთარ თავთან და ეს პოზიტივის ხებს გავუზიარო, კი ბატონო. ირმა, ბედნიერი ვარ მაშინ, როცა ირგვლივ მყოფი ადამიანები მყავს ბედნიერად. თავად ირმა, თქვენთვის რა არის ბედნიერება? თქვენი პირადი ბედნიერება. თქვენს ხო გჭირდებათ პირადი ბედნიერება? ხათუნა, მეგობრების სიყვარული, ჩემი ცხოვრების όλი მიზნების ასრულება, საკუთარ თავის და მიზნის პოვნა, კი ბატონო, მნიშვნელოვანია. სხვისი ბედნიერების გახარება. ხო, კარგია სხვისი ბედნიერების გახარება, ჩემო კარგებო, ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ პუნქტი პირველი არის, ჯერ მე ვიყო ბედნიერი. თქვენ ვერ შეძლებთ ჯანსაღად დაეხმაროთ სხვებს, იყოთ ბედნიერი, ჯანსაღად განიცადოთ სხვისი ბედნიერება, თუ თქვენ თავს უბედურად გრძნობთ და აქ ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ ადამიანი ჩაანაცვლებს საკუთარ თავზე ზრუნვას სხვის ბედნიერებაზე ზრუნვით. არ არის ჯანსაღი თემა. მშიერი ადამიანი სხვას ვერ გაუზიარებს იმასაც არ აქვს. მე ვარ ბედნიერი და მე ჩემ ბედნიერებას ვაზიარებ. თუნდაც იმით, რომ მე მაგალითი ვარ, აი როგორ უნდა ვიყო ბედნიერი. ეს არის მნიშვნელოვანი, არ უნდა გვავიწყდეს. სხვისი ბედნიერის გახარება კარგია, ოღონდ საკუთარ თავით. სული სიმშვიდე მჭირდება ბედნიერებისთვის. კი ბატონო, ჯერა, ვერიგო, ჯერა. გასაგებია, მე ხლა ხას გავუსვა. ესე გამოყავი, ხო? შემდეგი შეკითხვა. მესამე. როგორ ვიგრძნობ, რომ ბედნიერი ვარ? აი შევთქვათ, თქვენ გადაწყვიტეთ, რომ რაღაც ნაბიჯები გაიაროთ, რაღაც ძალისხმევა გაიღოთ იმისათვის, რომ მე მინდა ვიყო ბედნიერი. აი როგორ მიხვდებით, რომ ბედნიერი ხართ? როგორ ფიქრობთ? რას იგრძნობთ, რას დაინახავთ, რას მოისმენს? რა განცდა გექნებათ? აბა? როგორ ვიგრძნობ, რომ ბედნიერი ვარ? მე ჩავხედავ ჩატს და ასევე თქვენს მოგისმენთ. როგორ ვიგრძნობ, რომ ბედნიერი ვარ? სარკისებრი ნეირონები, ჯამბულ, სიხარული. შინაგანი და ფიზიკური მდგომარეობა, კი ბატონო. როგორ იგრძნობ, ნახეთ, როდესაც მე მაქვს მიზანი რაღაც, აი მე მინდა რომ ვიყო ბედნიერი, კი ბატონო. აი ამას გავაკეთებ, კი ბატონო, მშვენიერია. და როგორ უნდა მივხვდე, რომ ამ ბედნიერი ვარ, რა უნდა მოხდეს ამ დროს? როცა დაგიფასდება, აღიარებას მიიღებ. და თუ არ დაგიფასდა და არ გაღიარეს, ეკატერინე, მაშინ სადა ვართ? მე პირადად სხვა თვალით შევხედე ყველაფერს, კი ბატონო. ნაკლებად ვარ გარემოების დამოკიდებული მიხარია ცხოვრება, კი ბატონო, მშვენიერი. შინაგანი თავისუფლებას ვიგრძნობ. თამარ, კარგია. ვგრძნობ შინაგან სისხლბტუნეს და თავი ანთებული ნატურა მგონია ბნელ ოთახში. სოფი, რა საინტერესო მეტაფორაა. შინაგანი სისხლბტუნე, მშვენიერია. აი პასუხები. მადლიერება ყველაფერზე, სტაბილურობის განცდით. მიხარია ყოველ დღე, ვისაც ვჭირდები. ჩემთანაც ვჭირდები პირველ რიგში.
მე ბედნიერების შეგრძნებისთვის აუცილებლად მჭირდება მადლიერების განცდა, კი ბატონო. მადლიერების განცდა დასწავლადია ასხიობს სიკეთეს და თანაგრძნობას, კი ბატონო. როცა დილიდან მე ჩავისუნთქავ იმ ჩემს კუთვნილ ხაერს, რომელიც სიცოცხლით მავსებს, კი ბატონო, დადებითი ემოცია. სამხიარო და მადლიერი. ეკატერი, კარგია. სიცოცხლით კბობა, კი ბატონო. იანზე. მე მგონი მეტი პასუხები აღარ არის, მე გავაგრძელებ, ხო? აი კიდევ ვიგრძნობ, რომ სულში სილაღე და მზეანთია, საოცარი შეგრძნება, ვერ იქომჯერა. სახეს უბრალოდ ღიმილი დამებრუნდა, ლიკარა კარგია. კარგია. შემდეგი აღიარებ იმ მდგომარეობას, რომელშიც ხარ. როცა დილას ადგები და ჯანმრთელს შეგიძლია მთელი დღის გეგმის შესრულება. დაფრინავ თითქოს, მიყვარს სამყარო, კარგია. როცა მე ბედნიერი ვარ, მე შემიძლია სამყაროს გაუზიარო ჩემი ბედნიერება. მეოთხე შეკითხვა. როგორ ფიქრობთ? რა ფერია თქვენი ბედნიერება? როგორ ფიქრობთ? რა ფერია თქვენი ბედნიერება? როგორ ფიქრობთ? რა ფერია თქვენი ბედნიერება? მე ჩასწავლი გითხოვ. ფერადი, თეთრი, მზისფერი, ვარდისფერი ალბათ, ვარდისფერი, მწვანე, მრავალფეროვანია ფერადი, იასამნისფერი, ჭრელი, სიყვარულისფერი, ღია ლურჯი. რა ფერია თქვენი სიყვარული გითხოვ? ღია ლურჯი, ცისფერი ალბათ, ხო? მზისფერი, ფერადი, თეთრი, ცისარტყელასავითა, მრავალფერადი. ცისარტყელას ფერებშია ჩემი ბედნიერება. ცისარტყელას ფერებშია ფერადი, თეთრი ფერი, მოელვარე ოქროსფერი, უფერული ვერა. უფერული? ვერა. უფერული, არ ვიცი. თუ თქვენ თვითონ როგორ გრძნობთ? შავ-თეთრი, ოქროსფერი, სიცოცხლისფერი, კი ბატონო. ლონდა. თეთრზე ამბობენ ფერი არ აქვს, თუმცა ჩემთვის თეთრი ყველაზე ლამაზი ფერია. შესაბამისად, ჩემი ბედნიერება თეთრი ფერისაა. კი ბატონო, რატომაც არა. მწვანე, ყვითელი. კი ბატონო. მე გავაჟღერებ მეხუთე შეკითხვას. რა სურნელი აქვს თქვენს ბედნიერებას? რა სურნელი აქვს თქვენს ბედნიერებას? მე ჩატში შევხედავ. რა სურნელი აქვს თქვენს ბედნიერებას? იასამნის, ვარდის, იასამნის, ახალი ქინძის, იასამნის, მიმოზის, საყვარელი სურამოს ან ყვავილის, ალბათ ვარდის, ჩვილის, ყველაზე არომატული მრავალფეროვანი, სიცოცხლის დღევანდელი დღის, იასამნის, შოშანის, ახლად მოჭრილი ბალახის, რა ლამაზი თემებია, ხალხ მოხვდებით, ჩვილის, არაფერი განსაკუთრებული ყოველდღიურობის, ირმა. ტყის, ვარდის სურნელი აქვს, სიმშვიდის, სიხარულის და მადლიერების. კონკრეტული სურნელი. დედაჩემის სურნი, კი ბატონო, ახალი წიგნის, გაზაფხულის, ჩვილს რომ აქვს კისერზე სურნი, აი ეგ. მე ყოველდღიურად ბედნიერების შეგრძნება მაქვს, ამიტომ დავწერე ყოველდღიურობა. კი ბატონო, ირმა, კი ბატონო. გაქვთ უფლება, ხალხო? ქალის, ჯამბულ. მეექვსე შეკითხვა. როგორ ჟღერს ჩემი ბედნიერება? რა ხმა აქვს? მუსიკის, ჩიტების ჭიკჭიკის, მუსიკის, ზარის რეკვის, საინტერესოა. ძალიან მშვიდია, ჰარმონიული, წვიმის, ღიმილნარევი, პოზიტიური, ზღვის ტალღების, გაზაფხულის ნაზი წვიმის, სახურამზე რომ აწვიმს, კლასიკური მუსიკის, ზღვის ტალღების, აპლოდისმენტები, სოფი, რაც საინტერესოა, ელენე, ბუნების ხმების, მაჟორული ჰანგების, ზღვის, გალობის,
გაზაფხულის ადრეული დილის, სიოს, დილის გრილი ნიავის, წვიმის წვეთების, რომელიც გამშვიდებს თავისივე ხმაურით. ჩემი შინაგანი ხმა ბობოქარი ნათია. ჩემი ხმა აქვს ქეთი. განთიადა ჩიტების ჭიკჭიკის ზღვის. შვილიშვილების სიცილია ლიკა. დედა ჩემის ხმის. მუსიკის ხმის. შვილის კისკისის. კარგია. სიმშვიდეს ჩიტების ჭიკჭიკის. როგორ ფიქრობთ, ვინ ან რა იქნება თქვენს გვერდით, როდესაც თქვენ გრძნობთ, რომ ბედნიერი ხართ? ვინ ან რა იქნება, ვის ან რას ხედავთ თქვენს გვერდით, როდესაც ხვდებით, რომ თქვენ ბედნიერი ხართ? აბა? მე ჩატში ვარ. დედა, შვილებს, ოჯახი საყვარელი ხალხი, ოჯახი დედას, საყვარელი ადამიანები, ჩემი ოჯახი კატა, ჩემი შვილიშვილები, ჩემი მეუღლის შვილი, დედა და ოჯახის სხვა წევრები, ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანები, ბედნიერი შვილები, საყვარელი ადამიანები, ჩემი ძალიან ახლო ადამიანები, ოჯახის წევრები, სამყარო, პირველი განცდა და სიტყვები, მადლობა უფალო. ოჯახი და საქმე, ოჯახი და მათი კმაყოფილი სახეები, შვილები, შვილიშვილები, რა თქმა უნდა, უფლის სიყვარული, უცნობი. ოჯახი, უფალი ოჯახის შვილები, მშვიდი გარემო, რა საინტერესო ხალხი ხართ. მეგობრებო, რა საინტერესოები ხართ, თქვენ ხომ ვერ წარმოგიდგენიათ. ეხლა მე ისეთი სურვილები მაქვს, რომ თქვენ გამოგიწვიოთ დიალოგში, მაგრამ ეს არ არის ის ფორმატი. ძალიან საინტერესოები ხართ, აქ ძალიან საინტერესოები ხართ. და მერვე შეკითხვა ამ ფორმატში ბოლოა. როგორ შევძლებ შევინარჩუნო ბედნიერება? თქვენის აზრით. მერვე კითხვა. როგორ შევძლებ შევინარჩუნო ბედნიერება? როგორ ფიქრობთ? რომ გავშალოთ. როგორ შევძლებ შევინარჩუნო ის განწყობა, რომელიც მაქვს, როდესაც ვარ ბედნიერი? აი ასე. მონმივი პროგრესით, სიმშვიდით, შემდობით და სიყვარულით გავეხანძლებებ ემოციას, რაც ახლავს ბედნიერებას. როგორ გაეხანძლებებთ? ემოციური მდგომარეობის მართვით, ცხოვრების თოლის წამის მკბობით, ვერ შევძლებ ჯამბულ, სრული ჩართულობით ცხოვრების რეალობაში, მეხსიერებით, სრული ჩართულობით ცხოვრების, ისევ და ისევ მადლიერებით, განათლება, განვითარებაზე ორიენტირებით, მოთმინებით, გაგებით და შრომით, შინაგანი ბალანსით და წონასწორობით, სიყვარულით, სიმშვიდით, სიყვარულით, რა საინტერესოები ხართ, ბედნიერება, შინაგანი მდგომარეობა, საკუთარ თავზე მუშაობით, მუდმივი თვითშაღრმავებით, ხო, დაიღლებით, მუდმივი თვითშაღრმავებით, ხანდახან უნდა იყოთ მარტივები და უბრალოები, ესე ამბობენ. მადლიერებით, ყოველდღიური ცხოვრების კმაყოფით, თვითრეალიზაციით, მიტევებით, სიმშვიდით, მუდმივი სწავლა განვითარებით. რამდენი ფრიადოსანი ყავთ? სიჩუმით ჩავეხუტები და არსად გავუშვებ. საკუთარ თავისგან არ კარგი იყოს. თიკო მიშველია, სიჩუმით. ჩავეხუტები და არსად გავუშვებ. საკუთარ თავის განვითარებით. შეძლებ ტვინს შევახსენო, რა ტკბილი ემოცია მქონდა ბედნიერების განცდისას. ტექნოლოგიურია. ბედნიერების გამცემ მიმღებლობით, გაზიარებით. ბედნიერება მარცვალ უნდა ვაგროვო და მძიება თავას ხატო ბატაროთ გულით. ლამაზი მოგონებას ბედნიერების მომნიჭებელი. კი ბატონო, უნდა გეთანხმებით. თამაშით. ბედნიერების გაგებით. საინტერესოა. მადლობა ყველას. უღმესი მადლობა ყველას. აი ახლა ჩვენ გადავდივართ ჩვენში ხოდის მეორე ნაწილზე და მინდა შემოგთავაზოთ
შემოქმედებითი დავალება. მე გაჩვენებთ რამოდენიმე სლაიდს, სადაც იქნება გამოსახული სხვადასხვა ბარათები. თქვენი დავალება იქნება რა? მე თანმიმდევრულად გაჩვენებთ სლაიდებს, სადაც თითოეულ სლაიდზე იქნება გამოსახული ბარათები. თქვენი დავალება იქნება შეხედოთ თითოეულ სლაიდს, მე ამის დროს მოგცემთ, სლაიდს შეხედავთ, ეგ ბარათები იქნება და შეარჩევთ ერთ ბარათს, რომელიც ყველაზე მეტად იქცევს თქვენს ყურადღებას. თითოეულ სლაიდიდან შეარჩევთ ერთ ბარათს, რომელიც ყველაზე მეტად იქცევს თქვენს ყურადღებას. თუ მაინცსა და მაინც გინდათ ორიც იყოს, მაგრამ ერთი ბარათი. და ამ ბარათს დაარქვით სახელი. შემდეგ გადავართ მეორე სლაიდზე. იქაც იქნება ბარათები, თქვენ შეხედავთ და შეარჩევთ ერთ ბარათს, მაქსიმუმ ორს და რომელიც იქცევს ყურადღებას, შევხედეთ და აი ეს ბარათი თვალში მომხვდა, ვერ ვიგდებ თვალები და სულ იქცევს ჩემს ყურადღებას. დაარქმევთ სახელს მას. სახელს არქმევთ, თქვენ იმედია მომარჯვებული გახთ, რაიმე რეალური ამ ფურცელი, ხო? იქ ჩამოწერეთ. აი ის და ასე მე მგონი 7 სლაიდია. თითოეულ და ამ 7 სლაიდის შემდეგ თქვენ გექნებათ დაახლოებით 7 ან 14 სათაური. შემდეგ მოგიყვებით ასეთ გავაკეთოთ. კარგით? მაშასე მე თქვენ გაჩვენებთ სლაიდებს, თანმიმდევრულად მე გავაჩერებ ხოლმე რაღაც დრო, რომ თქვენ მოასწროთ ერთი ბარათის შერჩევა, რომელიც იქცევს თქვენს განსაკუთრებულ ყურადღებას და აარქმევთ მას სახელს თქვენს როლში და შემდეგ გადავალთ შემდეგს. კარგით? მაშასე მოდი ესე გავაკეთოთ, რომ როგორც კი თქვენ სლაიდს დაასრულეთ მუშაობას, ერთი დამიწერეთ ჩატში და მე გავაგზავნებ შემდეგ სლაიდს, ხო? ასე დრო არ დავკარგოთ. მაშასე ხედავთ თუ არა სლაიდებს? მეგობრებო? ჩანს, ხო? კი ბატონო. აი ნახეთ 1 2 3 4 5 6 7 8 9 10. აი ხა დააკვირდით ყურადღებით აი ამ სლაიდს და შეარჩიეთ 1 ან 2 ბარათი, რომელიც იქცევს თქვენს ყურადღებას. აი შეხედეთ და რაღაც ემოციური მამა მასთან. დაარქვით მას სახელი და როდესაც დაასრულებთ ამ ეტაპს, დამიწერეთ ჩატში 1 და მე გავაგზავნებ შემდეგ. შეგახსენებთ. შეხედეთ სლაიდს და შეარჩიეთ 1 ბარათი, რომელიც თქვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. რაღაც ემოციური ბანკ აქვს მასთან. დააკვირდით მას, დაარქვით სახელი და დამიწერეთ ჩატში 1 და ჩვენ გავაგზავნებთ. ოჩა. ხედავთ თქვენს ერთიანებს? ჩატში წერთ მხოლოდ ციფრს 1. თქვენს როლებში წერთ იმ ბარათს, რომელიც მოგეწონათ, იმის სახელს. ნახეთ, დავარქვით ეს სახელი, თუ ერთია და თუ ორი ბარათია. ერთი იყოს, რო არ დაიბნეთ. ერთი ბარათი, რომელიც იქცევს თქვენს ყურადღებას, როლში წერთ მხოლოდ ბარათის სახელს, სათაურს, რომელიც თქვენ მას მიეცით, რომელიც დაასათაურეთ. ჩატში მიწერთ მხოლოდ ერთს, რაც ნიშნავს, რომ თქვენ ამ სლაიდებთან უკვე იმუშავეთ და მე გადავალ შემდეგ სლაიდებზე. კარგით? ჩატში მიწერთ მხოლოდ ერთს. თქვენს როლებში წერთ სათაურს იმ ბარათისა, რომელიც თქვენ თვალში მოგხვდათ, გულში მოგხვდათ, სხეულში შეიძლება მოგხვდათ. ემოციური იყო თქვენთვის. გადავდივარ შემდეგ სლაიდზე. კაც იგივე. ეს ქართული მეტაფორული ბარათებიდან არის კრიალოსანიდან. დააკვირდით. შეარჩიეთ ერთი ბარათი, რომელიც თქვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს და დაარქვით სახელი. სახელი დაარქვით თქვენს როლში. ის იქნება სიტყვა. ჩატში დამიწერეთ 2.
ამ ნაწილის შემდეგ თქვენ როლში უნდა გქონდეთ მინიმუმ 2 სიტყვა. გადავდივარ შემდეგ სლაიდზე, იმედი დაასრულეთ უკვე. შემდეგი სლაიდი. აქაც ეს არის ჩვენი ქართული ბარათები, მას ქვია საგანძური, რომელიც შექმნილია ქალბატონ ნინო ჩაკვეტაძის ნახატების მიხედვით. აქ წარმოდგენილია 4 ბარათი. აკვირდებით და ირჩევთ ერთს, რომელიც თქვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. არქმევთ ამ ბარათს სახელს, ჩაწერთ თქვენს როლში, ჩატში კი მიწერთ ციფრს 3. ხედავთ თქვენ სამიანებს ყოჩა. ქალბატონი ივეტა, უკაცრავად დროში როგორ ვართ? შეზღუდულები ხო არ ვართ? ესე იგი 45 წუთი იყო სპიკერის და 30 კითხვა-პასუხის, მაგრამ რადგან უკვე საათი და რაღაცა დრო საათნახევარი გვაქვს დრო. მშვენიერი. ხო, აი საათნახევარი გვაქვს დრო. შევათავსებთ კითხვებთან, კი ბატონო, მშვენიერი. ხო, შევათავსებთ. მადლობა ქალბატონო, მადლობა ქალბატონო, მადლობა. ხო. შემდეგი სლაიდი. აქაც აკვირდებით. ირჩევთ ერთს, რომელიც განსაკუთრებულად ემოციურია თქვენთვის. არქმევთ სახელს წერთ როლში. ჩატში მიწერთ 4-ს. ეს არის საგანძურიდან, ჩვენი ბარათებიდან. ყოჩა, მეგობრებო, ყოჩა. ბევრი ოთხიანია, ყოჩა. კიდევ ერთი სლაიდი საგანძურიდან. აქაც იგივე აღარ გავემეორებ, უყურებთ. ირჩევთ ერთ ბარათს. არქმევთ სახელს და ჩატში მიწერთ ციფრს 5. რომელი ბარათი არის თქვენთვის ყველაზე ემოციური? როდესაც დაასრულებთ ამ სლაიდს, დაწერეთ ჩატში ციფრი 5. ხედავ, გოგონები, ყოჩა. ხედავ. ყოჩა. შემდეგი სლაიდი. მე-6. ეს არის ქართული ბარათების კრებული, ჩვენი კრებულიდან, მას ქვია არჩევანიმე. აი 10 გამოსახულება. ერთს ირჩევთ, რომელიც იქცევს თქვენს განსაკუთრებულ ყურადღებას. არქმევთ ამ ბარათს სახელს წერთ ჩატში, როლში უკაცრავად. ჩატში მიწერთ მხოლოდ ციფრს 6. ერთი ბარათი, რომელიც იქცევს თქვენს განსაკუთრებულ ყურადღებას. ყოჩა. მე მესმის დრო ჭირდება, რომ შევარჩიო, გავიაზრო, ვიგრძნო, შემდეგ სათაური სახელი შეურჩიო.
ჩავწერო და შემდეგ ჩატში 6-იანი. და ბოლო, მე-7 სლაიდი. რვა გამოსახულება, აქაც დააკვირდით, შეარჩიეთ, დაარქვით სახელი. ჩატში ჩაიწერეთ როლში და ჩატში დამიწერეთ ციფრი 7. ციფრი 7. ოჩახ. რა კარგი აუდიტორია აქ ალბათონო ივეტა. ოჩახები არიან ძალიან. დაინტერესებულები, მოტივირებულები. ოჩახ. შვენიერი. სლაიდების თემა დასრულდა. აი ახლა მისმენთ ყურადღებით. შემოქმედებითი დავალება, როგორც აკვირდით. თქვენი დავალება 10-15 წუთის განმავლობაში აი იმ სიტყვების გამოყენებით, რომელიც თქვენ ჩაწერეთ ახლა როლში, დაწეროთ ზღაპარი. ზღაპარი ჩემს ბედნიერებაზე, აი ასე. ეს იქნება თემა. ზღაპარი ჩემს ბედნიერებაზე. შეგიძლია მე თქვენი სათაური დაარქვათ ამ ზღაპარს. მე გეტყვით, შეგახსენებთ, რომ ზღაპარი იწყება სიტყვებით. იყო და არა იყო რა. სრულდება ფრაზით ჭირიქა, ხინიაკა, კატოიკა, ქვილიაკა. შეგახსენებთ, რომ ზღაპრის ბოლო კეთილია ყოველთვის და ასევე ზღაპრული გარემო საშუალებას გვაძლევს შემოვიყვანოთ რაიმე ჯადოსნობის თემა. სრულად თავისუფლები ხართ. მოკლედ, თქვენ გაქვთ დრო, აი ხა თითქმის 9 საათია. 10 წუთი 10-დან 15 წუთამდე მოდი ესე გავაკეთოთ. თქვენ გაქვთ დრო, წერთ, აი. უკაცრავად ის კავშირის პრობლემა მაქვს. მე რამდენი კითხვა და უკაცრავად მე-4 კითხვის უნდა ვერ გავიგე ვერაფერი. თქვენი ხმა ძალიან ცუდად ისმის ვერ გავიგე რას მეკითხებით უკაცრავად. ჩვენ ვასრულებთ მორიგ დავალებას, თქვენ ჩამოგჩით? თქვენ თუ ჩამოგჩით, მაშინ ჩანაწერში მოისმენთ, შემოგაგвей, ხლა ვერ დავუბრუნდებით ვერანაირად. კარგით? ნუ გეწყინებათ. მაშასე თქვენ გაქვთ დრო 10-დან 15 წუთამდე იმისათვის, რომ დაწეროთ ზღაპარი, თქვენი ბედნიერების ზღაპარი. ზღაპარი თქვენს ბედნიერებაზე, აი იმ სიტყვების გამოყენებით, რომელიც თქვენ დღეს ჩაწერეთ თქვენს როლებში. სხვა სიტყვების დაამატეთ, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ის სიტყვები უნდა გამოიყენოთ აუცილებლად. იყო და არა იყო რა. ესე იწყება ყველა ზღაპარი. ზღაპრის ბოლო კეთილია. შეგიძლიათ შემოიტანოთ ჯადოსნობის თემა. შეგიძლიათ, როდესაც დაწერთ ზღაპარს, თქვენი სათაური დაარქვათ. ზოგადად ეს იქნება ზღაპარი თქვენს ბედნიერებაზე. აბა ეს თქვენი დროა 10-დან 15 წუთამდე. წერთ. თუ თქვენ აკრეფავთ Word-ის ფაილში თქვენ ზღაპარს, მაშინ მე შევძლებთ, რომ ჩამიგდოთ ჩატში და მე სიამოვნებით წავიკითხავ. თუ გვენდობით, რა თქმა უნდა. თუ არა და როცა დაწერეთ ზღაპარს, დამიწერეთ ჩატში 10 და ჩვენ დავიწყებთ უკვე შეჯამებას. მუშაობთ. უკაცრავად ქალბატონო ეთერ, ანუ აქ შეიძლება ჩატის სახით ჩავაგდო, რასაც დავწერის? დიახ, ანუ თუ თქვენ ვალდებულება არ გაქვთ, ართ-თერაპიაში არ არის მიღებული დაზალება, გინდათ რომ გააზიარეო. არა, მე უკვე დავწერე და შემეძლია დავწერო და წაიკითხავ. კი ბატონო, ნახეთ, თუ თქვენ Word-ის ფაილში აკრეფავთ, მე წავიკითხავ. თუ ვიმეორე ვალდებულება არ გაქვთ, მაგრამ სიამოვნებით წავიკითხავ. დიდი სიამოვნებით წავიკითხავ. ფანტასტიკია და რა თქმა უნდა, კი. კი ბატონო, და გამოთქმით წავიკითხავ ხალხო.
როდესაც ზღაპრის წერას დაასრულებთ, აი იმ სიტყვების გამოყენებით, ის 10 სიტყვა არის, 10-აც არის 7, 8, 9, 10 სიტყვა. არის მთავარი, რომელიც იქნება ესეთი ბურჯი ამ ზღაპრებისთვის. როგორც ხვდებით. მე თქვენს ათიანებს დაველოდები და თუ გაგვიზიარებთ, სიამოვნებით გამოთქმით წავიკითხავ. აი პირველი ზღაპარის გამოჩნდა, ლიკამ დაწერა და ლიკას ნებართვით წავიკითხავ. იმედია ხელი არ შეგეშლებათ, დროს მოვიგებ. იყო და არა იყო რა. იყო ერთი ქალი, რომელსაც ძალიან უყვარდა სითბოს გაცემა და ბავშვებისთვის ზღაპრების მოყოლა, სადაც სიჩუმეა და ოჯახი ბედნიერია. ამით ის პოულობდა სიმშვიდეს და ბედნიერ ხვდებოდა დილით აის. იქა ხინიაკა. ხო? კარგია ლიკა, კარგია, მშვენიერი. როცა დრო გექნებათ, შეგიძლიათ უფრო მეტი დაწეროთ თქვენს ბედნიერებაზე. ძალიან კარგი, მადლობა გაზიარებისთვის. ანიკო, დავინახეთ თქვენი ათიანი ყოჩა. შეგახსენებთ, რომ იმ სიტყვების გამოყენება აუცილებელია, რომელიც თქვენ ჩაწერეთ თქვენს დროულში, როცა დაასათაურეთ თქვენთვის განსაკუთრებული ბარათები. ანიკო, ნინო, ყოჩა. არეხი, ყოჩა. არ დაგავიწყდეთ, თქვენ უნდა ასევე სახელი დაარქვათ თქვენს ზღაპარს. მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ, რომ ზღაპარი ჩემს ბედნიერებაზე ეს ზოგადად თემაა. დაარქვით სახელი თქვენს ზღაპარს აუცილებლად. მნიშვნელოვანია. არტ-თერაპიაში სახელის დარქმევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. ცოცხალი ზღაპარი, ცხელ-ცხელი. ბაჩო, უღრმესი მადლობა ნდობისთვის წავიკითხავ სიამოვნებით. იყო და არა იყო რა, იყო ერთი ზღაპრული სამეფო, სახელად ჰარმონია. ეს სამეფო სავსე იყო სიყვარულით, სიმშვიდით და ერთობით. ხალხი ერთმანეთს ეხმარებოდა, ბოროტება და შუღლი კი აქ არასოდეს ბუდობდა. სამეფოს მართავდა ბრძენი მეფე იმედი, რომელიც დიდსულოვნებითა და სამართლიანობით იყო ცნობილი. ის ყოველთვის ფიქრობდა აწყოზე, არა მხოლოდ აწყოზე, არამედ მომავალზეც, რათა მისი სამეფო მუდამ ბედნიერი ყოფილიყო. მაგრამ ერთ დღეს ჰარმონიას დიდი განსაცდელი დაატყდა. ბოროტმა ჯადოქარმა სამეფოს თავზე შავი ღრუბელი შეკრიბა და ქალაქს სიმშვიდე წაართვა. ხალხს შიში დაეუფლა, სიხარული გაქრა და ერთობა ნელ-ნელა ნგრევას იწყებდა. მეფე იმედმა თავისი ბრძენი მრჩეველი მართვა იხმო და ჰკითხა, როგორ დავიბრუნო ჩვენი ბედნიერება? მართვა მოპასუხა, მხოლოდ სიყვარული და ერთობა დაგვეხმარება. თუ ხალხს ნდობა და ურთიერთგაგება არ დავაკარგინებთ, ბოროტება ვერ გაიმარჯვებს. მეფემ ეს გაიგონა და მთელ სამეფოს მოუწოდა ერთმანეთს დახმარებოდნენ და მხარში ამოსგობოდნენ. ხალხმა დაიწყო ერთად შრომა, ერთმანეთისთვის სითბოს გაზიარება და ნელ-ნელა შავი ღრუბლები გაქრა. ბაჩო, ძვირფასო, უღრმესი მადლობა. ძალიან ლამაზი ზღაპარია. და რაც თავარია, მწვავედ აქტუალური, ჩემო კარგო. ბაჩო, უღრმესი მადლობა. არაჩვეულებრივი ზღაპარი იყო. ხო, აი ბოლოში დამაკდა ჭირი იქა ხინიაკა. ტრადიციულად. პირიქით მადლობა თქვენთვის, ალბათ სიჩქარეში გამომჩა ჭირი და ხინია. შენ ბაჩო ძალიან კარგი იყო. ხო. აი ძალიან კარგი იყო.
არტ-თერაპიაში ჩვენ გვაქვს მიდგომა ზღაპარ თერაპია, სადაც ჩვენ გვაქვს ხოლმე სპეციალური ალგორითმები ზღაპარში დაწერის, მაგრამ აქ მე ალგორითმი არ შემოგთავაზეთ, იმიტომ რომ აი ეს თქვენს მიერ შერჩეული სიტყვები იყო მნიშვნელოვანი, რომ მე ჩემი ალგორითმით ხელი არ შემეშალა თქვენთვის. ეს მიდგომაც არის მნიშვნელოვანი სიტყვების გამოყენებით ზღაპრის დაწერა. მარინე ტაბატაძე, ცხოვრება მშვენიერია, ოჩა. იყო და რა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი მეოცნებე გოგონა, რომელიც ბედნიერებაზე ოცნებობდა. დადგა მშვენიერი დღე და გამოჩნდა მშვენიერი პრინცი. ლოცვა შეიქმნა ღმერთმა, შეეძინათ შვილები და შვილიშვილები, ბებია ზღაპრებს უამბობდა პატარებს, გავიდა დრო და შვილები საზოგადოებად გადავიდნენ საცხოვრებლად. ბებია იჯდა და ელოდა მათ დაბრუნებას. ჩამოფრინდნენ ზაფხულში და ჩაეხუტნენ ერთმანეთს. გაისერნეს ზღვაზე, რელაქსის ასიამოვნო იყო სითბო. რუსი რაღა იყო, განმტვირთვა ზღაპრული სიამოვნება იყო, ბედნიერება, შვილიშვილებთან ჩახუტება, ჭირიქალ ხინიაქა. ეს იყო ზღაპარი მარინა ტაბატაძის. ძალიან თბილი ზღაპარია. მადლობა მარინე ზვიფასო, მადლობა. მადლობა. ბაჩო, ჰარმონიის სამეფო. მე ვფიქრობ თქვენ ცოტა დრო გექნებათ, უფრო ლამას როგორც, უფრო მხატვრულ სახელსაც მოიფიქრებთ. ხო. ოჩა ბაჩო, ოჩა. ძალიან ლამაზია. ნინო, იყო და რა იყო რა, იყო ერთი გოგონა, რომელიც ცეცხლივით ენთოდა ანათებდა არ ემარეს. ერთ დღეს ის ჩაქრა, დამოლა რეალური მე და იგზნოს იმარტოვე. უნდა ვინმეს თან არ ეგზნო და ემშვიდებინა, მშვიდად, მაგრამ ვერ იქნებოდა, სანამ დედა გვერდით არ ყავდა. გავიდა დრო, ის შეეშვია რეალობას და მიხვდა, რომ აწყვას ვერ შეცვლიდა. შეეგო ამას და იპოვა ჰარმონია თავის თამთა და სამყაროსთან. ჭირიქალ ხინიაქა, უღმესი მადლობა. ნინო, უღმესი მადლობა ზვიფასო. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ზღაპრების წერა გიყვართ, უბრალოდ გავარჯიშება გინდათ, რომ შეშინოთ წეროთ, ხო? მე ვარ ავთვისებიანი მეზღაპრე, რო იცოდეთ, ძალიან მიყვარს ზღაპრები. ბებო და მე, რადმილა ჭანტურია. ბებო და მე. იყო და რა იყო რა, იყო ბებო. თვალდახუჭულა და ხელებ გამოწოდებულად რომ მელოდებოდა. მარტო ხელა ბებო. მე ფრთებშესხმული ანგელოს რომ ეძახდა და ყვავილებით ხელში მელოდებოდა. მე კი მიყვარდა ყავის სიმშვიდეში მირთმევა და ცაში ზედა მთვარის შერწყმის ყურება. ბებოსთან კი სულ მაგვიანდებოდა ჭირიქა ხინიაქა. ხო, კიდე რაღაცების დაწერა გინდოდათ, რადმილა ეჭვი მაქვს. მადლობა უღმესი, ძალიან თბილია. უღმესი მადლობა. ვერიკომ დაწერა ზღაპარი, რომელიც მომდა ჩამოვტვირთო? ვერიკო ზღაპარი თუ როგორ იქცა ფარფატა ბუმბული ბედნიერების ძალად. იყო და რა იყო რა, იყო ერთი ქათქათა მოფარფატე ბუმბული, რომელიც ბედნიერებასავით ლამაზი და თავისუფალი იყო. ერთ დღეს ბუმბულმა იფრიალა ცხრამთა გადაიფრინა. როცა საშუალად გამოსწვილი ხელი დაინახა, მოხდა საოცრება და ეს ფარფატა ბუმბული ძლიერ ხელად გადაიქცა. წყლიდან საშუალად ამოწვრილ ხელს დასწრო და ამოიყვანა. ორი ბედნიერი ადამიანი გაჩნდა ბუმბულიდან და საშუალად გამოსწვილი ხელიდან. ბედნიერი ადამიანები ბებოსთან გაიხსნენ და ხუჭობანა სათამაშო, თუმცა იქვე ობოლი გოგონა ჩამოსდარიყო მინდორში, მოწყენილი, რომელიც ხშირად ბებოსთან ერთად სევდიანად გაჰყურებდა ხოლმე სივრცეს. ბედნიერმა ადამიანებმა ობოლი გოგონა ტბის პირას მოიხმეს და ულამაზესი საქანელისკენ, სახელად სიმშვიდისკენ გაიხსნენ. მერე თევზებთანაც ითამაშეს, რომლისგანაც უტყვი და უთქმელი სიყვარული მოდიოდა და ყველა მიწამა, რომ ბედნიერება უსასრულოდ გრძელდება. ჭირიქალ ხინიაქა, მშვენიერი. უღმესი მადლობა. მე გადავდივარ ჩატზე. თათა ყველას ერთად ვერ შეხედავთ, იმიტომ რომ სლაიდები უკვე ჩავაბრუნეთ, ჩემო კარგო, ბევრია. ჯამბული დაწერა ზღაპარი, რომელიც ასევე ითხოვს
ჩამოტვირთვას. წავიკითხავ. ჯამბულის ზღაპარს ქვია გაზიარებული სიხარული. იყო და რა იყო რა, თვის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი ბეღურა, რომელმაც ტბისპირა საქანელაზე მარტო ყოფნით მოიწყინა და გადაწყვიტა ჩამოსდარიყო. ახლომდებარე სახლის სარკმელთან, საიდანაც შუქი გამოდიოდა. ხედავს, მაგიდის გარშემო ბედნიერი ოჯახი ვახშმობს. პატარა გოგონამ შეამჩნია სტუმარი და თავისით თასით საგან კი დაუდგა. ბეღურა სიამოვნებისგან აჟღურტულდა. გოგონამაც გაიხარა, სხვები კი სიყვარულით შესქეროდნენ ბედნიერ პატარას. ხინი იქა, ჭირი აქა, ხინი იქა, ხინი აქა. ყოჩა ჯამბული. თასი სინატიფე მარტოობა ბეღურა ოჯახის საგანად სიყვარული. ეს სიტყვები იყო მშვენიერია, მშვენიერი. მადლობა, უღმესი მადლობა. iPhone მოწერია, არ ვიცი ვინ არის. დედის სიყვარული. იყო და რა იყო რა, იყო ერთი დედა, რომელიც გამოირჩეოდა სიძლიერით და სითამამით. რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავის ოჯახი ბედნიერი ყოფილიყო და თავის შვილს ნათელი და ბედნიერი ცხოვრება ჰქონოდა. ამ შვილს კი ჰყავდა ბებო, რომელიც ყველაზე დიდი სითბოთით და სიყვარულით ელოლიებოდა თავის შვილიშვილს. ის დედისგან და ბებიასგან ყველაზე მწვრთნელ სიყვარულს იღებდა, რამაც იგი გაათამამა და ის ყველაზე ბედნიერი დაიარებოდა ქვეყნა. ჭირი იქა, ხინი აქა. ხო, საინტერესო ისტორია, არ ვიცი ვინ არის, iPhone მოწერია. დიდი მადლობა, მშვენიერი. დიდი მადლობა. აი კიდევ იდუმალი ზუმის მოხმარებელი. ზღაპარს ქვია დედი. იყო და რა იყო რა. იყო ერთი სოფელში გაზრდილი ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც მეფობა სურდა. მან იცოდა, რომ მას ამ მიზნისკენ დიდი გზა და ბევრი ბრძოლა მოუწევდა, მაგრამ მაგაში დარწმუნებული იყო, რომ საკუთარი თავის მიზანდასახულობით და ოჯახში გვერდით დგომით ყველაფერი გამოვიდოდა. ამიტომაც მან თავის მიზნისკენ მყარი და მტკიცე ნაბიჯები გადადგა, მაგრამ მაგ პერიოდში ხალხისთვის გამოუსვოდა მეფეს ახალგაზრდა ყმაწვილის სიყვარულით და იმედით ნაბეჭდად ჩაესახათ გულში. ხალხის გულით მოიგო და მათ გულსაც უფრთხილდებოდა. მას დედის ნაამბობი სულთან დასწევდა მიზანი და არა ოცნება შვილო, რაც როგორც ვიცი დიდად დაეხმარა მიზანდასახულ მეფეს, რომელსაც სამეფო გვარი სულაც არ ჰქონდა. ჭირი იქა, ხინი აქა, კატო იქა, ფქვილი. რა საინტერესო ისტორიებია ხალხო. მადლობა უღმესი. არ ვიცი ვინ არის ავტორი, მაგრამ მადლობა გაზიარებისთვის. მეგობრებო, ჩვენი დრო ნელა იწურება, ხო, ქალბატონი ივეტა? ჩვენი დრო ნელა იწურება. არა, ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთი-ორი მოусმინოთ. ხო? კი, ჯობია რომ გავახაროთ ხალხი. კი ბატონო, აი მე თქვენ ჩვენ გეკითხებით. მე სლაიდებს აგრძელებთ თუ როგორ ანუ ფორმატი რო ვიკითხოთ. არა, ჩვენ ახლა უნდა შევაჯამოთ, უნდა შევაჯამოთ. მაშინ შეგვიძლია კიდევ ერთი-ორი გავახაროთ. კი ბატონო. მე ზღაპრებს ვერ ვხედავ, ამიტომ ვიქნებ დროა რომ დავიწყოთ შეჯამება. მე ვასრულებ ახლა თუ შეიძლება ერთი წამი. კი ბატონო, მაინტერესებს სახალისო. კი ბატონო, ქალბატონი ივეტა, სიამოვნებით წავიკითხოთ თქვენ ზღაპარს. სიამოვნებით წავიკითხოთ. ჩემი ზღაპარით წაიკითხეთ თუ შეიძლება. ალბათ ჩამიგდეთ და წავიკითხავ ხალხო. გულთან ხელავი არა, ჩამიგდეთ და წავიკითხავ. ხო, აი აქ ჩატში რა სიდო, ყველაფერი წავიკითხე იმას ვიფასო. მე მახსოვს, როდესაც პირველად დავწერე ზღაპარი ერთ-ერთი დიდი ტრენინგის პარკლებში, გარკვეული ტიპის ზღაპარი უნდა დაგვეწერა და ძალიან ვცდილობდი, რომ დროულად 15 წუთი მქონდა მარტო. დროულად დამეწერა ეს ზღაპარი და ისე მინდოდა, რომ ტრენერს წაიკითხე ეს ზღაპარი, წლების წინ იყო ეს სასწრაფო დავწერე და აღარ მაქვს წაიკითხე, თუ არა მე ვიყავი ძალიან ბედნიერი. ჩემი პირველი ზღაპარი იყო. როგორც გითხარით, სანამ თქვენ ზღაპარს წერთ, არტ თერაპიაში არის ცალკე მიმართულება, მას ქვია ზღაპარ თერაპია, ბიბლიოთერაპიის ერთ-ერთი სახეობაა და აი ზღაპარ თერაპიაში ჩვენ არტ თერაპიის კურსის ფარგლებში ვუზიარებთ მონაწილეებს სხვადასხვა ტიპის ზღაპრებს ვასწავლეთ ჯერ ერთი ზღაპრების სხვადასხვანაირები არის ავტორო და ასე შემდეგ არის ესეთი სპეციალური ალგორითმებია, რომლებიც ეხმარება სპეციალისტს დაწეროს ისეთი ზღაპარი, რომელიც მას სჭირდება ამ წუთას. მას კლიენტისთვის ან მის კლიენტს სჭირდება და
უზიარეს სპეციალურ ალგორითმებს, რომელიც ეხმარება სპეციალისტს, რომ უცებ ზედმეტი მოლოდინებს გააშო, რა აღარ მუზა მოდი, არ არის მუზა, ხო? აი მაშინ უცებ ალგორითმის და უცებ აწყობს გაფას. თუმცა როგორც წამოგითხარით, აი ამ მიდგომაში, სადაც თქვენ გამოიყენეთ აი ეს 7-10 თქვენთვის მნიშვნელოვანი სიტყვა, ეს სხვა მიდგომაა და მე ჩემი ალგორითმებით არ ჩაგერიეთ, იმიტომ რომ თქვენეული ზღაპრები დაგეწერათ აი იმ სიტყვებზე დაყრდნობით და არა ალგორითმზე დაყრდნობით. მაშინზე იამზე ზღაპარი იყო და რა იყო რა ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი მეოცნები გოგონა დიდი ჯადოსნური ბუმბულის ჯოხით. ყოველ ჯერზე ბუმბულის ჯოხი აფრქვევდა სიყვარულს და ბედნიერებას. იგივე ბედნიერების სამეფო იყო, სადაც ყველა პოზიტივს და ჰუმანურობას აფრქვევდა. ბედნიერი ადამიანები მადლობდნენ უფალს გათანებული დღისთვის, მზისთვის და მზისგულა ადამიანებისთვის. სამყაროს ბედნიერება ერქვა, რომელიც ყველა სხვა პლანეტას იზიდავდა. ჭირიქა, ხინიაკა, მშვენიერი იამზე. მე ვფიქრობ, რომ ცოტა თქვენ უკვე კარგად ზღაპრების წერა დაიწყებს. ჩემო კარგებო. ზღაპარი უმნიშვნელოვანესია. დიდი მადლობა, როგორი პოზიტიური და საყვარელი ბრძანდებით. მადლობა იამზე, მე მადლობა. ცოტა ვიჩქარე და ცოტა სასაცილო შეიძლება იყოს, მაგრამ რაც არის და რა ვიცი, ალბათ ამაშიც არის რაღაცა აზრი, რომელიც უნდა გავიგოს. სასაცილო. თქვენს ვებინარს რო ვესწრებოდი, მაშინაც გამოსავალი, როცა მინდოდა მეპოვა რაში იყოს სინამდვილეში გამოსავალი, ძალიან საინტერესო გამოსავალი ვიპოვეთ, აბსოლუტურად რო არ ველოდი ისეთი, ოღონდ ეგ მეთოდი არ გამომიყენები. ახლა უყურეთ რა დავწერე, იყო და რა იყო რა. იყო ერთი გოგონა ფერიასავით ლამაზი, ვერაფერში იპოვა სიხარული და გაუდგა გზას, რომ გაეგო, როგორია გიხაროდეს. გზად რომ მიდიოდა დაიწყო წვიმა, გოგონა დასველდა. ტბის პირას ერთბიც გადაეყარა, რომელმაც ხის ულამაზეს სახლში წაიყვანა. დაანთო ბუხარში ცეცხლი, მოახურა უთბილესი პლედი, ცხელირწიანი ყავა მოართვა ლურჯ სავარძელში ჩაეხუტა და გოგონა მიხვდა, რომ ესე იგი ერთი წამით, რომ წვიმის ერთად ყოფნა, იმიტომ რომ ბარათი იყო, ერთად ყოფნა თბილ სახლში, წვიმის ვეთების მოსმენა, საუბარი და მოგონებები ბავშვობაზე. ესე იგი, ამაში სიხარულია და გოგონას გაეხიმა. რამდენი ქონია გასახარი და ახლა მიხვდა, რომ ყველაფერი ქონდა სიხარულისთვის და რა ადვილია განიცადო ის, რასაც გონია, რომ ვერ განიცდი ჭირიქალ ხინიაკა. ხო, როგორ დაიწყეთ? ივეწა, უღრმესი მადლობა, როგორ დაიწყო? მიხვდით? შეიყვანა სახლში წვიმა, ბუხარი რამე მოახურა, ჩვენ ყველა დავიძაბეთ, რომ გავიდათ ხათვე და მოევლინა მზებიჭუნა. ეს იგულისხმეთ ალბათ, ხო? არა, ბარათი მასეთი არ სად არის. მოკლედ რა ვიცი რა, ეგ იყო რაც ძალიან ბარათები, კარგი. რომელიც შევარჩიეთ თქვენი შემოთავაზებული ბარათებიდან და რა სახელებიც დავარქვი, მაგ სახელებმა ცოტა გამარიდა იმას, რა ქვია მაგას, საითქნაც მინდოდა წაყვანა ზღაპრის მელას რაც ესიზრებოდა, საგონდებოდა ესიზრებოდა, თავს მიმართეთ ახლა. კავტონებითა, მე მგონი თქვენ გჭირდებათ გამარტოება თქვენს კეთილ ახლო ადამიანებთან, სანმე ბუნებაში, ხო, წვიმაც მოვა და ბუხარიც იქნება დიდი ალბათობით. კი, სამწელე სახლიდან არ გავსულვარ, თუმცა ჩემს სახლში, თუმცაც ჩემს ყოველთვის ვამბობ, ჩემს სახლში იმდენად ლამაზი ეზო და ბუნება მაქვს, ბუნებაში გასვლის, ასე ვთქვათ, მოტივაცია აქვს, აგერ ჩავალ და ძალიან ლამაზი ისა მაქვს აბსოლუტურად ეზო. ასე რომ ეს ჩასვლის პრობლემაც როცა არის გასვლის პრობლემა ელემენტარულად, ოთახინდა და 3 წელიწადია რომ ოთახიდან ახლა 3 წლის განმავლობაში აი ეს თვილი ამინდები რომ იყო 1-2 წინ, აი მაშინ გავედი აივანზე. ნუ რაღაც კაცნობიერად ეთყობა ესეც არის, რომ რაღაცა ცოტა უნდა გავიდე. ხო, ითხოვს. უღმესი მადლობა გაზიარების კავტონებითა და მე ახლა წავიკითხავ ნესტან ბეჭვაიას ზღაპარს და მე უკვე დრო მერიდება და ქადადაფქვილი დამიწყებია, კი ბატონო, დავამატებთ ახლა, მე დავიწყოთ შეჯამება. კარგი სიზმარი, ნესტან ბეჭვაიას ტექსტია. კარგი სიზმარი იყო და რა იყო რა, იყო ერთი გოგონა, რომელსაც უყვარდა ფიქრი და ოცნება. ძილის წინ ოცნებებში დაფრინავდა. მწვანე მინდორში მზის ხიებს დასდევდა, მზე კი კოცნებს უგზავნიდა.
ერთ დღესაც პრინც შეხვდა, რომელსაც მალე წასვლა მოუწია. მოიწყინა გოგონამ და დრო კითხვაში ფორტეპიანოს დაკვრაში გაჰყავდა. ზამთარში თეთრ პეიზაჟებს გაყურებდა და მოლოდინში იძინებდა. გაზაფხულზე პრინცი მართლაც გამოჩნდა. გოგონა სიხარულით ცას ეწია, გამოღვიძებულმა თვალები მოიფშვლიდა და თქვა, რა კარგი სიზმარია. ჭირი იქა, ხინი აქა, ქატო იქა, ფქვილეკა, ოჩახ, რა საინტერესო იყო, ნესტან ბეჭვაია, ხო? კარგი იყო. მადლობა. ბატონო. აი იმ თემის გაგრძელება მელას არ საკუნდებოდა ეს იზრებოდა თუ პირიქით, ხო? კავტოიმეტა მე ეჭვი ჩვენ დილამდე დავრჩებით აქ ზაპრების კითხვით. არა, ჯობია რომ შევაჯამოთ და როგორც თქვენ აი ერთი ზღაპარი, აი ერთ ბოლო ზღაპარი, ბოლო იყოს ლონდასი, ხო? ლონდა ფეტელავა. ჯადოსნური მოგზაურობა, აი ბოლოა ეს გოგონება, არ გეწყინოთ, გოგონება და ბიჭუნება. იყო და რა იყო რა ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი პატარა მეოცნებე ცელკი გოგონა, რომელიც სისარტყელას ფერებში ხედავდა, თუმცა განსაკუთრებით თეთრი ფერი ხიბლავდა. მისი მოგზაურობის ერთვენიერ დღეს გედმა თეთრი ბუმბული მისცა და უთხრა, ეს ჩემგან ჰქონდეს ბედნიერების და სიმშვიდის ნიშნად. როცა გამიხსენებ, ეგრევე სიმშვიდე და ჰარმონია დაგეუფლებაო. დაიმახსოვრა გოგონამ, ღიმილი აჩუქა და დაემშვიდობა. გზად ბეჭედი ნახა ოქროსი, ლამაზი წითელი თვლებით. მოიგო თითზე და თავი ლამაზ დედოფლად წარმოედგინა. იქვე ჩახუტებული ორი ადამიანი ნახა, თავიდან ვერ მიხვდა ვინ იყვნენ ერთმანეთისთვის, თუმცა ჩახუტების ძალა ერწყმუნა, ოჯახი ნახა, ბებია, ბაბუა და შვილიშვილები, ხელხლად ჩაკიდებულნი. მიხვდა რა იყო ბედნიერება, როცა საყვარელი ხალხის გარემოსვაში ხარ და ხარობ. უცებ ანგელოზის ხმა ჩაესმა, შენი მოგზაურობით უკვე შეიგრძენი ჭიშმარიტებაო. ასე აგრძელებდა გოგონა ბედნიერ და ლაღ მოგზაურობას თავის სამყაროში, მას მართავდა სიყვარული, სილაღე, ოცნება. ჭირი იქა, ხინი აქა. უნდა უღმესი მადლობა თქვენი ჯადოსნური ზღაპრისთვის, უღმესი მადლობა, ძალიან თბილი იყო. აი ახლა მეგობრებო, მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი შეხვედრის ძირითადი თემა ამოწურულია ყველაფერი, რაც ჩავიფიქრე, გაგიზიარეთ, იმედია თქვენთვის იყო საინტერესო. ეხლა აი ვინ ჩვენ ტრენინგებზე იყო, იცით ჩვენ ტრადიციაა და ესე მასწავლეს და ესე ყოველთვის ვართ ხოლმე. კითხვა, შეჯამების კითხვა. რა იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შეხვედრაში? რა მიგაქვთ დღევანდელი შეხვედრიდან? რით მიდიხართ, აბა? მოგისმენთ. ისმენთ. რით მიდიხართ? ვისაც სურვილი გაქვთ, თქმა უნდა. ნაწილი ჩაჩიდა ტრასაბოჩი. ანიკო გისმენთ. ხო, ყველაზე მნიშვნელოვანი მე ცოტა დაგვიანებით შემოვიდი და ბუდიში ამისთვის, იმიტომ რომ ქუჩის აქციებიდან მოვიდოდი და გზაში ვუსმენდი. ხო, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ აი არასდროს არ მიფიქრია რა სურნელი შეიძლება ქონოდა ბედნიერებას და აი ქინძის ახალი ქინძის სურნელი იყო და იქ იყო ახალი ქინძი მეც მიყვარს. ხო და აი როგორც კი დავწერე იმ წუთში შევიგრძენი ამ ახალი ქინძის სურნელი და სხვათა შორის ის ბედნიერი ემოცია გავიხანგრძლივე სანამ დავამთავრებდით შეხვედრას და გამყვა ეს. ხო, აი თქვენ რეპლიკა გააკეთეთ იმაზე, აი ძალიან წმინდა ტექნოლოგიური თვალსაზრისით ფიქრობთო, როცა აი ის დავწერე ზუსტად, რომ ვიხსენებ იმ ემოციას, როცა ვიყავი ბედნიერი და ვიხანგრძლივებ ამ პროცესს. ხო, ეს ძალიან კარგი იყო, ძალიან რაზეც არ მიფიქრია ალბათ ადრე. და რაც შეეხება საპარო თერაპიას, მე არტ თერაპიაში, მე სოციალური მუშაკი ვარ პროფესიით, ასევე სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და ჩემი ორგანიზაციის ფსიქოლოგთან ერთად ხშირად გავკეთებია მსგავსი თერაპიები, ზოგადად თერაპიები და არტ თერაპია, მაგრამ საპარო თერაპია არასდროს არ გამიკეთებია და ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. კი ბატონო. უღმესი მადლობა ანიკო და მე მინდა ერთი რამ კიდე გაგატანოთ. მე მგონი თქვენ დღეს აღმოაჩინეთ თქვენი ბედნიერების აღქმის, ბედნიერების გამოცობის კიდევ ერთი საიდუმლო. აი როცა ძალიან მოგენატრებათ ბედნიერება, თქვენ შეგიძლიათ ახალი ქინძი ესე და მოვა ყველაფერი, ეჭვი არ მეპარება. ხო. NLP-ში ამას ქვია მიღუზვა, ხო აი. დაკავშირება გარკვეული ემოციისა, გარკვეულ ქმედებასთან, ხო? მადლობა ძირფასო. გისმენთ მეგობრებო. რით მიდიხართ? რა მიგავთ დღევანდელ შეხვედრიდან, აბა? ერთი წუთი, ბატონო ჯამბული გისმენთ. იამზე და მერე ჯამბული. იამზე ჩართო პირველად მიკროფონი. კი ბატონო. და მადლიერები. აწიეთ ხოლმე რა.
მადლობით და მადლიერებით შემოვიფარგლები. ძალიან დიდი გამოცდილება იყო. მიუხედავად იმ საართ-თერაპიაში გარკვეული გამოცდილებები მაქვს, საოცარი ტექნიკა, ბედნიერების რაღაცა ხელახალი შეგრძნებები. უღრმესი მადლობა თქვენ და თქვენზე ბევრი რამ მსმენია და რა ვიცი ამ თერაპიებში შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ხართ, ერთადერთი არა, ერთ-ერთი საუკეთესო და მიხარია რომ ესე შეგხვდით და რაღაცნაირად თქვენ გამოცდილება გაგვიზიარეთ. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ ივეტას ამ საოცარ ქალბატონს, ამ საოცარ გოგოს, რომელთანაც გარკვეული გადაკვეთის წერტილები მქონია და დიდი სიყვარული თავისი ამ ბარათებით ველოდებით ჩვენს ფაზის ქალაქში. უღრმესი მადლობა ყველას. მადლობა იამზა ძვირფასო, მადლობა. ჯამბულ ნაჭყებია, გისმენთ ძვირფასო, გისმენთ? მადლობა ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ ბედნიერება შენშია, ან შენთან ახლოს არის. და გამახსენა ერთი ფრაზა რომელიღაც ლექსიდან, ავტორი არ მახსოვს, ბედნიერებას იმ დღეს ეცვა უბრალო კაბა, მხრებში მოხრილი მოდიოდა პატარა შუკით. რა კარგია, მადლობა, კარგია. მე რო დავიწყე ბედნიერება სამასია რომელიც ყველას ეხება, როგორ მომეწონა. მადლობა ჯან. ორმესი მადლობა. დიდი მადლობა. გისმენთ მეგობრებო, რით მიდიხართ, აბა? მე გავისარჯე. კიდევ ერთხელ თქვენ გაისარჯეთ. ერთადერთი აქვს აწეული ერთი წამით ვინ ლაპარაკობს? ვერ ვხედავ. ლონდას აქვს ხელი აწეული და ლონდას მერე ვინ იყო რომ ლაპარაკობდა? რადმილა მე მგონი, რადმილა. რადმილა, ჯერ ლონდა და მერე რადმილა. კი ბატონო, ლონდა გისმენთ. საღამოშიდობის. პირველ რიგში მადლობა ყველას ამ ბედნიერი საღამოს მოწყობისთვის. მადლობა იმისთვის, რომ ბავშვობაში დამაბრუნეთ და თუნდაც წირი რაღაცით შემოვიფარგლე და რაღაცა პატარა ზღაპრის დაწერის საშუალება მომეცით. მადლობა იმისთვის, რომ ესე გაუზიარეთ ერთმანეთს სითბო, სიყვარული, ბედნიერება გავიხსენით. და მადლობა ყოველი წამისთვის, ზოგადად ბედნიერება არის ესე როგორც ადრე ვახსენე, მძივე მარცვალ აკრეფილი, ესეც ერთ-ერთი ლამაზი ბედნიერი საღამო იყო ჩემთვის და უღრმესი მადლობა. მივდივარ კმაყოფილი და პოზიტივით სავსე. მიმაქვს თქვენგან. გაიხარეთ ძვირფასო. გოგონა იყო რადმილა მე მგონი ესე ქვია. უღრმესი მადლობა ჩემს უსაყვარლეს ლექტორს ქალბატონ ივეტას ასეთი ბრწყინვალე საჩუქრისთვის. მე ისეთი სითბოს მომდანი კუთხიდან პატკლიჩილას კვამ აფხაზეთიდან გეერთდებით და მინდა ვთქვათ უღრმესი მადლობა ქალბატონო ეთერ, იმიტომ რომ თქვენ მე დამაჯერეთ დღევანდელი შეხვედრით, რომ ბედნიერება ჩვენ თვითონ ვუქმნით ჩვენ თავებს. აი ბედნიერება შეიძლება რამოდენიმე სხვა ენით აგიხსნათ, იმიტომ რომ ქართული მასწავლა დედაჩემმა და დღემდე ვცდილობ უფრო კარგად ვისწავლო ქართული. Мы сами создаем наше счастье. დიახ, ნამდვილად. ამაში დამაჯერეთ მე თქვენ დღეს, იმიტომ რომ აი მცირე პატარ-პატარა კარტინკებიდან ამოღებული და დარქმეული სიტყვებით შესაძლებელია ზღაპრის დაწერა. ასე რომ ჩვენ ნებისმიერ ადამიანს თურმე შეგვიძლია ღმერთმა ამ ხელა წვრილი მოგვცა და ბედნიერება იმის რომ ვარსებობთ და ჩვენ თვითონ შეგვიძლია თურმე ბედნიერებად ვაქციო ჩვენი თავები. ყველაფერი ყოფილა ჩვენზე დამოკიდებული და მე თქვენ თამაში დამარწმუნეთ. ძალიან მიხარია. დიდი მადლობა. ეკას აქვს ხელი აწეული, ეკაგის. მადლობა. ეკატერინე. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ამ ბედნიერი და პოზიტიური საღამოსთვის. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ესე იგი ბედნიერება ამ დღეს დავწუნდი იმაში მეტად, რომ ბედნიერი ადამიანი არის მადლიერი ადამიანი და ასევე ბედნიერება მოდის კიდე პოზიტიური აზროვნებიდან და სულ მადლიერები უნდა ვიყოთ და სულ პოზიტიურად უნდა ვიაზროვნოთ, რომ ბედნიერები ვიყოთ. ჩემი აზრით. მადლობა ეკატერინე, მადლობა ძვირფასო, მადლობა. მე ამასობაში ხედავ ჩატში იწერება ბევრი რამ. ნახოთ აბა მადლობებს წერენ ძირითადად. ლიკა, აი ნახების შემხვდა.
ზღაპრის დაწერის იდეა მომეწონა ნათია მანანა ქალბატონთა დიდი მადლობა ბრწყინვალე ინტერაქტივისთვის აქტუალებული ვარ მივიდივარ აქტუალებული მიხარია ზრიფასო მარიხი მადლობა საინტერესო შეხვედრისთვის კი ბატონო მადლობა ეკატერინე ჩანაწერი იქნება მოგγენებთ მოსვეს ეს ქალბატონი ვეტასთან ნათია უღმესი მადლობა კი ბატონო ლიკა დღეს ბედნიერება დამანახეთ კლუბში აყვანილად როგორ მიხარია ლიკა უღმესი მადლობა ლიკო შტამბის დავიყო მართლაც ბედნიერად ვიზენი თავი თამარ დიდი მადლობა დღევანდელ თამარჩევინტია დიდი მადლობა დღევანდელი სასიამოვნო საღამოსთვის მე მომცა სულიერი სილაღე შინაგანი სიმსუბუქე მადლობა iPhone-ი არ ვიცი ვინ არის iPhone-ს ამფარებული მადლობა ამ ნაყოფიერ და საინტერესო შეხვედრისთვის დღევანდელი საღამოდან აუცილებლად წავიღებ ზღაპრის წერას და ვესწრები ხშირად დავწეროთ ჩემი ზღაპარი დიახ რადგან ეს პროცესი საინტერესო იყო და სხვა დანარჩენებთან ერთად კი ბატონო გაიხარეთ მადლობა ვიმოგზაურე ბედნიერების სამყაროში მადლობა დიდი უღმესი მადლობა პირველ რიგში იბეტას და ჩემს ძალიან მონატრებულს ლია ასვანუაწერს უღმესი მადლობა თქვენ საინტერესო იყო ბედნიერებას დაფიქრება შეგვიძლია სხვა კუთხით და შეხვდეთ ბედნიერებას კი ბატონო ბედნიერება მომანიჭეთ უღმესი მადლობა ლიამზე წერს გაიხარეთ ეკატერინე მიხარია თქვენი ნახვა ქალბატონთა გვიან შემოგერთით მაგრამ ზაბარმა გამართო ნესტა ბეჭვაია ისეთი მძიმე და დღე მქონდა ვერც კი ვიფიქრებდი ზღაპარს რომ დავწერდი მადლობა განტვირთვისთვის უღმესი მადლობა მეგობრებო ყველას მეც გეტყვით აი ამასობაში აქაც ხელი აწიეს ხო თქვენ იტყვით და ბოლოს მეც პატარა შევაჯამებ კარგით სოფო გისმენთ და ბაჩო კი ბაჩო ალბათნი ეთერი და მე დავასრულე და გავაკეთებ ერთ განცხადებას მანამდე არ გარგახვიდეთ იმიტომ რომ ერთი პატარა ის უნდა გავაკეთო და ამიტომ ჯერ სოფო მე ბაჩო ალბათნი ეთერი და მე მეგეთყვით ერთ-ორ სიტყვას და შეგვიძლია მე დავემშვიდობოთ ერთმანეთს. პირველ რიგში მადლობას გიხდით მომეწონა როგორც მსვლელობა ლექციის ასევე თვითონ მონაწილეებიც პასუხებიც მომეწონა შეკითხვაზე თუ რა მიმაქ ლექციიდან ალბათ თვითონ ზღაპრის დაწერამდე მისვლამ დამაფიქრა იმაზე რომ ჩვენს მომავალზე ბედნიერებას ჩვენი ყოველი გადაწყვეტილება ქმნის და შემდეგ ჩვენი გადაწყვეტილების მიხედვით უნდა ავაგოთ სწორედ ჩვენი ბედნიერება. მადლობას გიხდით. დიახ, ბაჩო, მახსოვს თქვენი ზღაპარი, უღმესი მადლობა ბაჩო. სოფი. პირველ რიგში მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ქალბატონ ივეტას, ქალბატონ ეთერს, ძალიან კარგი გამოცდილება იყო და საინტერესო არის ის, რომ სანამ მივიღებდი ქალბატონ ივეტასგან შემოთავაზებას დღევანდელ Zoom ჩართვაში შემოსვლაზე, დავიწყე ზუსტად ინსპირაციული ბარათების პირველი ნაწილი, რომ ზუსტად ამ ინსპირაციას ვეძებდი, რომ ანუ პროფესიით ვარ ფსიქოლოგი და კოუჩი და ვმუშაობ ქსელურ მარკეტინგში. კომპანია Greenways წარმომადგენელი ვარ და მინდა რომ გუნდის წევრებს რაღაც ახალი შევთავაზო, რაღაც გაუხსნათ, რომ მარტო ბიზნესი და ფული არ არის ეს ყველაფერი და რაღაც მეტი. და ეხლა ამ პროცესში იმდანაც მომინდა რომ თუნდაც იგივე მეთოდით ან რაღაცნაირად ეს არტ-თერაპია ჩავრთო მათთან მუშაობის დროს და უკვე წარმოვიდგინოთ მათი გაოცებული თვალები, რომ თუნდაც ზღაპარი, აი მათი ბიზნესის რაღაც კარიერის ზღაპარი როგორ წარმოუდგენთ. და რა შეუძლია ინსპირაციულ ბარათებს. ბარათები დავიწყე მე-13 დღეს ხოლმე საოცრება. კარგი, ქალბატონო ეთერ კიდევ ერთხელ უღრმესი უდიდესი მადლობა ყველაფრისთვის, ჩვენთან გვერდით ყოფნისთვის და შეგიძლიათ შეაჯამოთ ჯერა და ძალიან მინდა და ძალიან დიდი სრული მაქვს. თუ კი თქვენ გექნებათ სრული და დრო ჩვენთვის, კიდევ შევხვდეთ ერთმანეთს თქვენ მიერ შემოთავაზებული ფორმატით, თქვენ როგორც იტყვით რომ უკეთესია დღეს კაი გამოცდილება მივიღეთ მუშაობის ერთად და არ ვიცი ძალიან ბედნიერი ვართ მართლა იყიმილი არ მომშორებია დღეს ხარია ძალიან იმდენად სასიამოვნო იყო და იმდენად კარგი იყო ეს ყველაფერი და გისმენთ ქალბატონო ეთერ და მადლობა ამ ყველაფრისთვის გეხართ. მოკლედ შევაჯამებ მე. პირველ რიგში უღმესი მადლობა ქალბატონ ივეტას, ბატონ გუჩას როგორც დავიწყე რომ აი დღევანდელ რთულ პერიოდში სადაც ცხოვრების ყველა სფეროში რაღაც გამოწვევები გვაქვს, მეტნაკლებად ყველას აი ესეთი შემოქმედებითი პაუზები ძალიან მნიშვნელოვანია და მიხარია რომ დღეს მე ვიყავი თქვენი მასპინძელი ქალბატონ ივეტასთან ერთად. მიხარია რომ გაგიზიარეთ რაღაცა თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამდენ ბრძოლებში ვარ ხოლმე ყოველთვის როცა აი მინდა ესეთ რა ერთი საღამოა და მინდა რაღაცა მოვიტანო ესეთი რომ საინტერესო იყოს და რაღაც თქვენ დაგრჩეთ რომ რაღაცა წაიღოთ თან რომ გამოიყენოთ და იმედია რომ სწორი ფორმატი შევარჩიე უღმესი მადლობა ყურადღებისთვის გაზიარებისთვის და
იმედი მაქვს კიდევ შევხვდებით, იმიტომ რომ სალაპარაკო და გასაზიარებელი იმდენია თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ. ხა ისეთი ბრძოლები მქონდა ჩემთან თქვენს პასუხებს როცა ვკითხულობდი, მე ამას ვეძახი კლიენტის გამოცეკვებას. სულ მინდოდა გავამეცეკვებინეთ, მაგრამ დიალოგებში შესულიყავ თითოეულთან, მაგრამ ეს არ არის ეს ფორმატი. როდის მე სადმე შევხვდებით ხალხთან, მოკლედ, სალაპარაკო კიდევ ბევრია. მადლობა ყველას. მოგწეს ამისი შესაძლებლობა და მადლობა რომ მოგყვებით აი ამ სემინარებზე რომ ჩვენ შეგვიძლია რაღაცა ჩვენს გარშემო მეტი სიკეთე გავცეთ, მეტი ბედნიერების განცდა მივანიჭოთ ადამიანებს და მე ვფიქრობ რომ ჩვენი ადამიანური დანიშნულება და ადამიანობაში ზრდა ზუსტად ეს არის რომ რაც შეგვიძლია ის გავაკეთოთ და დანარჩენი ღმერთმა იცის. მოკლედ ხვალ ხდებით 8 საათზე ქალბატონ ეთერს უღრმესი მადლობა თითოეულ მონაწილეს ვინც დღეს იყავით და შემოხვედით